გორის საკრებულოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ნინო ზურაბიშვილი განცხადებას აკეთებს. ზურაბიშვილის თქმით, ის რომ საკრებულოს ჩიხში შეყვანის მიზნით ოპოზიცია თვეების განმავლობაში მათი თანამოაზრეების გადაბირებას ცდილობდა, თავიდანვე იცოდნენ. ზურაბიშვილის განცხადებით დღევანდელმა ქმედებამ დაადასტურა, რომ თავისუფალი დემოკრატების და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ტანდემი შემდგარია, რაც მისი აზრით სამწუხაროა. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუშაობის დაწყებიდან რამოდენიმე თვეში, სულ რაღაც 4 თვეში დარჩა უმცირესობაში. ეს განპირობებული იყო იმით, რომ კოალიცია ქართულ ოცნებას გაემიჯნა ჩვენს ღირებულებებს უღალატეს და ჩვენი ღირებულებები უგულებელყვეს გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, ასევე სამწუხაროდ გარკვეულმა სუბიექტებმაც. რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ მიმდინარეობდა აი ამ პიროვნებების მხრიდან მიმდინარეობდა იდეოლოგიური თანამოაზრეების ძიება საკრებულოში პოლიტიკური პროცესების ჩიხში შეყვანის მიზნით. ჩვენ ყველანი გავხდით აი ამ განვითარებული მოვლენების მომსწრე, ის რაც მოხდა დღეს, ამან ფაქტიურად მოახდინა ლუსტრაცია იმისა, რომ ეს იდეოლოგიური თანამოაზრეები ამ საკრებულოს ამ წევრებმა იპოვეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახით. ფაქტიურად დადასტურდა უკვე ის, რომ შემდგარია თავისუფალი დემოკრატების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ტანდემი. ძალიან სამწუხარო ფაქტია ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ამ პროცესებმა რაც დღეს განვითარდა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობას და თავისუფალ დემოკრატებს აქვს საერთო მიზნები, აქვს საერთო ზრახვები.